მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილაკი, რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. გავლენიანი სპორტული გამოცემა ძანი გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ვინ არის ქართველი ფორვარდი, რომელშიც ვილიარეალმა სარეკორდო თანხა გადაიხადა? ძანი მიქაუტაძეს ახასიათებს და მისი უნარების შესახებ წერს. ჟორჟ მიქაუტაძემ თავი ევროპელ ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თავდასხმელად დაიმკვიდრა. მესში მისი აღმავლობიდან ლიონში გარღვევამდე ფრანგ ქართველმა ფორვარდმა პოზიციაზე გოლების გატანის განსაკუთრებული უნარი გამოავლინა. თავაზობთ დეტალურ ანალიზს იმის შესახებ თუ ვინ არის ჟორჟ მიქაუტაძე, მისი ასაკი, რამდენი ტიტული აქვს მოგებული, მისი მიღწევების სია, რამდენი აქვს გამომუშავებული და რომელ გუნდებში უთამაშია. ჟორჟ მიქაუტაძე არის ქართველი თავდასხმელი, რომელიც ამჟამად თამაშობს ვილიარეალში და საქართველოს ეროვნული ნაკრების სრულფასოვანი წევრია. ის მესში განვითარდა და პირველად ბელგიის სერენში გამოირჩა, სადაც ქვედა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი იყო. მოგვიანებით ის ლიგა 2-ში მესში ბრწყინავდა. გახდა 22-23 სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი, რამაც მას ისეთი კლუბების კარი გაუღო, როგორიცაა აიაქსი. თუმცა იქ მისი დრო ხანმოკლე იყო, მცირე მონაწილეობით და უშედეგოდ, მაგრამ ეს გამოცდილებად გამოადგა. მისი სათამაშო სტილის თვალსაზრისით მიქაუტაძე მრავალმხრივი თავდასხმელია, რომელსაც შეუძლია როგორც საჯარიმო მოედანზე გადამწყვეტი როლის შესრულება, ასევე მარცხენა ფლანგზე თავდაცვითი ნახევარმცველის ფუნქციების შეთავსება. ის არ არის მასიური შემტევი, მაგრამ ამას ანაზღაურებს მობილურობის სისწრაფითა და კარგი ინდივიდუალური ტექნიკით. ის გამოირჩევა საგოლე მომენტების შექმნის უნარით. იქნება ეს გოლის გატანის ინსტინქტის დასრულება, თუ სათამაშო პროცესში მონაწილეობა სირბილით, დიაგონალური გადაადგილებებით და საგოლე გადაცემებით. მას აქვს ხედვა სიზუსტე მოკლე პასებში და მოწინააღმდეგის დაცვაში სივრცის პოვნის უნარი, რაც მას სრულყოფილ თავდასხმელად აქცევს, რომელიც სხვადასხვა სისტემას ერგება. წერს ძანი. აქ გეტყვით, რომ საერთო ჯამში ამ სეზონში ქართველმა ფორვარდმა 28 შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 13 საგოლე მოქმედებით დაეხმარა. პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგებს გამოიხმაურა და ჩელსიზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი მერვედფინალში დაუპირისპირდება. როგორც ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ რთული მეტოქე შეხვდა. სხვას არც არაფერს ველოდით. ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესო იქნება. ჩელსის კარგად მისნობთ, თუმცა შურისძიების განზრახვით არ ვართ, რადგან ეს საერთოდ სხვა ტურნირია. რთული გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ამას შეგუებულნი ვართ. პარი სენ-ჟერმენი მოქმედი ჩემპიონია და პრობლემა ჩვენს მეტოქეებს აქვთ, რადგან მათ პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ უწევთ თამაში. ვიხარია რომ წილისყრაში მონაწილეობა მივიღეთ. ეს ნიშნავს რომ საკვალიფიკაციო ეტაპი და პლეი-ოფი გადავლახეთ და ახლა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება. შარშანდელისგან განსხვავებულ ვითარებაში ვართ. გასულ სეზონში არავის ეგონა რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვეძლო. ახლა კი სხვა სცენარის წინაშე ვართ, რადგან ყველა მისის რომ ტურნირის მოგება შეგვიძლია. თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და დარწმუნებულები ვართ რომ ამის რესურსი გვაქვს. ოპტიმიზმის საფუძველს გუნდის უნარი მაძლევს, რომ სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტაცია გაიაროს და მათ გაუმკლავდეს. რაც შეეხება ლიგა 1-ს, მთავარი განსხვავება ისაა, რომ ლანსი სხვა გუნდზე ბევრად უკეთესად თამაშობს. საოცარი სეზონი აქვთ, თუმცა ჩვენ თითქმის იმავე დონეზე ვართ. ლანსის მსგავსი კონკურენტის ყოლა დამატებითი мотивაცია. ჩემპიონატის მოგება მარტივი არ იქნება და ვნახოთ ლანსი თამაშს როგორ გააგრძელებს. ლივერპული ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში მერსისაიდელები ვულს დაუპირისპირდნენ და 2-1 მოუგეს. ამჯერად კი საკუთარ კედლებში 1-3 დამარცხდნენ. ინგლისურ პრესაში იწერებოდა, რომ არნე სლოტი ალისონ ბეკერს დაასვენებდა და ვულსთან გიორგი მამარდაჩულს დაუთმობდა დროს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამართლა. ბრაზილიელმა მეკარემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 2 ბურთი მოიგერია. ლივერპულმა ანგარიში 51 წუთზე გახსნა და მერსისაიდელები ენდრიუ რობერტსონმა დააწინაურა. 2 წუთში მუჰამედ სალაჰმა წითლების უპირატესობა 2 ბურთიანი გახადა. 74 წუთზე
ფეხბურთზე კერტის ჯონსმა გაიტანა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ხუანმა დააფიქსირა. შეხვედრის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის და ალისონ ბეკერის სიტუაციაზე ავტორიტეტული გამოცემა OneFootball წერს. ლივერპულმა საბოლოოდ გადაწყვიტა, როგორ მოიქცევა ალისონ ბეკერთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი მეკარის მიმართ იუვენტუსის ინტერესი დადასტურებულია და სულ უფრო იზრდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პირდაპირ გავლენა აქვს საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის მომავალზეც. ალისონი კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა, თუმცა ლივერპულის თამაშების რეგულარულ მაყურებელს ალბათ შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ მისი თამაშის ერთ-ერთი კომპონენტი უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. საუბარია ბურთის განაწილებაზე. მიმდინარე სეზონში მისი პასები ხშირად არაზუსტია. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა გასულ კვირას ვულსთან მატჩში. შეხვედრის დამატებით დროში ალისონმა დაცვის ხაზიდან გაკეთებული საშუალო დისტანციის პასი პირდაპირ მეტოქის ფეხბურთელს შეაბარა. სწრაფი კომბინაციის შემდეგ ბურთი ანდრეს მიუვიდა, რომელმაც უპრობლემოდ მიაღწია ლივერპულის საჯარიმოს და დარტყმით, რომელიც რიკოშეტით შეისვალა, ანგარიში შეცვალა. ეს სეზონში პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ალისონის შეცდომამ გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია და დიდი ალბათობით არც უკანასკნელი იქნება. ზაფხულში შექმნილი გიორგი მამარდაშვილი შანსს მოუთმანელდება, თუმცა მიმდინარე სეზონში მას სათამაშო დროის მიღება დიდი ალბათობით არ მოუწევს. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ცოტა ხნის წინ ვულსთან ინგლისის თასით მატჩი ალისონი დააყენა. მაშინ, როდესაც ეს შეხვედრა როტაციისთვის საკმაოდ ხელსაყრელ შესაძლებლობად მიიჩნეოდა. გამოცემამ თვითონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილი სერიოზულად განიხილავს მომდევნო სეზონში იჯარის წასვლის მოთხოვნას. ქართულ მეკარის ენფილდზე სათამაშო დროის ნაკლებობა სულ უფრო მეტად აღიზიანებს. ამასთან იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით იუვენტუს ალისონის დამატება სურს, რადგან კლუბი მას მაიკლ დი გრეგორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ვარიანტად მიიჩნევს. ამის ფონზე ბევრს ეგონა, რომ ლივერპულის მეკარის პოზიციაზე ცვლილებები გარდაუვალი იყო, თუმცა ჟურნალისტი პაუტ რიკერის ინფორმაციით ლივერპული ალისონის გაყიდვას სეზონის დასრულების შემდეგ არ გეკმავს. ამასთან ოურიკერის ინფორმაციით იუვენტუს ტრანსფერის ფინანსურად განხორციელება გაუჭირდება, როგორც სატრანსფერო თანხის, ისე ფეხბურთელის ხელფასის კუთხით, თუ კლუბი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. ამჟამად ტურინელები სერიაში მე-6 ადგილზე არიან და მე-4 პოზიციაზე მყოფ რომას 4 ქულით ჩამორჩებიან. იმ შემთხვევაში, თუ ალისონი ენფილდზე კიდევ ერთი სეზონი დარჩება, მამარდაშვილის მხრიდან იჯარის წასვლის მოთხოვნის ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა სხვა საკითხია და ეთანხმება თუ არა ლივერპული ასეთ მოთხოვნას. ამასთან, თუ მომავალ სეზონში ალისონის თამაშის სხვა კომპონენტებიც დაიწყებს დაქვეითებას, არ არის გამორიცხული, რომ მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშიც კი აღმოჩნდეს, მაშინაც კი თუ ბრაზილიელი გუნდში დარჩება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში 11 ჯერ ითამაშა და კარი მშრალად 3 ჯერ შეინახა. ქართულ მეკარის ყველაზე მეტი სათამაშო დრო მას შემდეგ მიესარა ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო. ცნობილმა ისპანურმა გამოცემა AS-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იური ტაბადაძეზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელი კადის ტრავმის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება, რაც ის შეფასების მისი არ ყოფნა გუნდს სერიოზულად ეთყობა. კადისი კრიზისში იმყოფება და ნელ-ნელა ვითარება უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია გატანილი გოლების მხრივ. გუნდმა ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ 2 ბურთი გაიტანა, ხოლო ალმერიასთან და გრანადასთან მატჩებში მეტოქე და კარი წინ დაშვებული შეცდომები კადის ზვირად დაუჯდა. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ გაისკა, ბოინი და იური ტაბადაძე გუნდს ნამდვილად აკლია. ტაბადაძე ძირითადი შემადგენლობის უსვლელი წევრი არ იყო, თუმცა სასადარიგოთა სკამიდან დიდი გავლენა ჰქონდა და ხშირად ცვლიდა მატჩის სცენარს. შედეგად ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ფეხბურთელმა დიდხნიანი ოცნება აიხდინა. კადისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არაეფექტიანი სათადარიგოთა სკამია. შესვლაზე შესული ფეხბურთელები გუნდს ვერ ეხმარებიან. მაშინ, როცა ტაბადაძე ტრავმის მიღებამდე ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო და გოლები ალბასტეს, დეპორტივოსა და ხიხონს გაუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ფეხბურთელმა ტრავმა იანვრის შუა რიცხვებში მიიღო, ის ახლაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, 6 გატანილი გოლით. სწორედ ამიტომ აკრილია გუნდს ქართველი გარემარბის ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ კადისი ჩემპიონატში კარში დარტყმების რაოდენობით მე-6 ადგილზეა, გუნდს სერიოზული რეალიზაციის პრობლემა აქვს. ტაბადაძე კი ის ფეხბურთელი იყო, რომელიც გარემოებების მიუხედავად ყოველთვის გოლზე იყო ორიენტირებული და ზუსტი მიზანით გამოირჩეოდა. წერს AS-ი. ცნობისთვის იანვრის ბოლოს ტაბადაძეს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედი ნიოგისა და მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა. ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე მიმდინარე სეზონში ის
კადის ვეღარ დაეხმარება. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.